გამარჯობა ჩემო ძვირფასებო. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო გაშლა თემაზე მომავლიდან ჩვენი მეს რა გზავნილი აქვს ჩვენთვის. რა არის ის გზავნილი, რომელიც უნდა ჩვენს მეს რო გაგვაგებინოს. ნახოთ აბა რა არის ესეთი რაღაცა. ნახოთ და არის თუ არა ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებო და რა უნდა გავითვალისწინოთ ყველაზე მეტად. ნახოთ აბა რა არის ყველაზე გასათვალისწინებელი რაღაც გზავნილს რაც შეეხება. ნახეთ ალბათ ჩვენს თავს იყო ბევრი რაღაც დაბრკოლება, ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც არის ზოგჯერ ცხოვრებაში, მაგრამ ნახეთ იმდენად ემოციური მდგომარეობა შეიძლება გქონდეს ადამიანს, რომ ეს ყველაფერი ან რა თქმა უნდა, იმდენად კარგად შეიძლება არ დასრულდეს ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც შეიძლება ადამიანს რაღაც დაბრკოლების შემდგომ გააჩნდეს. ნახეთ, შეიძლება ბევრი არ ვეცადოთ. ანუ ყოველთვის რაღაცა დაგვაკლდეს იმისათვის, რომ ძალიან კარგად არ ვეცადეთ, კარგად რაღაცა ბოლომდე არ მივიყვანეთ. ანუ კიდევ ბევრი რაღაცა უნდა გავითავისოთ იმისათვის, რომ ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, გავაკეთოთ იმხელა პასუხისმგებლობით იქნება თუ ეს შრომის მოყვარეობით, მივუდგეთ ყველაფერს. ნახეთ, ეს ყველაფერი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხდება ზოგჯერ რაღაცების უკანმოტოვება. ეს უკანმოტოვება ზოგჯერ ჩვენ ვაზიანებს, მაგრამ მნიშვნელოვანი რაც არის ის, რაც ეს გზავნილი გვეუბნება, ის არის, რომ არ ჩავკეტოთ ყველა ის კარი, რომელიც ჩვენ ბევრ რაღაცას სიკეთეს მოგვიტანს. უნდა ვეცადოთ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ ყველა ის კარგი გაგებით ვამბობ, ყველა ის კარგი კარი გაიღოს, რომელსაც ცხოვრება გვიმზადებს და გვეუბნება, რომ ეს არის კარგი. ნახეთ, რა არის ამ დროს მნიშვნელოვანი? ის არის მნიშვნელოვანი, რომ არ მივცეთ საკუთარ თავს იმისი უფლება, რომ დავნებდეთ. ამისთვის ვიბრძვით. რა თქმა უნდა, ვიბრძვით და ბევრს ვაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, იყოს ჩვენს ცხოვრებაში ესეთი გამონათებები, იმხელა რაღაცები შეიძლება ვიზეიმოთ, მაგრამ ნახეთ, ჩვენს თავში ყოველთვის შეიძლება რაღაც მომენტში ყოველთვის ხელი შეგვიშალოს რაღაცა შიშმა, იმხელა სტრესი მივიღოთ, ამ ყოველთვის შიშის გრძნობაში არ უნდა ვიყოთ. უნდა ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ ამ ყველაფერს, რაც თუნდაც ჩვენს ცხოვრებაში დაბრკოლებებია, უნდა ვებრძოლოთ. ისე კი, ეს ყველაფერი ერთჯერადი კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს მრავალჯერადი. ნახეთ, ყოველთვის ცხოვრება ისეთ რაღაცას გვთავაზობთ, რომელსაც ყოველთვის მოვერევით, მაგრამ თავარი ამ დროს ემოციური მდგომარეობაა ჩვენი, რომელიც თითქმის ყველაფერს ჯოკრავს, ესე ვთქვათ. უნდა მივიღოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენს შიშს უკუაგდებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ყველაფერს დაგვაძლევინებს და გადაგვადგმევინებს ყველა იმ ნაბიჯებს, რომელიც წარმატებას მოგვიტანს. მაგრამ ნახეთ, ჩვენ კი გვაქვს საბრძოლო განწყობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ბრძოლის რეჟიმში შეიძლება ვიყოთ, მაგრამ თავარი არის რისი თქმაც უნდა ჩვენს მეს არის, რომ შიშები უკუვაგდოთ. ეს შიშები რაც გვაქვს,
ყველაფერთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ უფრო მეტად თავდაჯერებული და უნდა ვეცადოთ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ისე, როგორც ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მეტად არის გამოსადეგი. ნახეთ, ამას ეს მიგვიყვანს ისეთ ემოციურ, ისეთ კარგ, აი როგორ გითხრათ, ისეთ კარგ ემოციურ მდგომარეობამდე, რომელიც აი ყველაფერს დაგვაძლევინებს. იმხელა დიდი კომფორტი გვექნება ამ შემთხვევაში, ისეთ კარგ გადაწყვეტილებას მივიღებთ, აი თავარია საკუთარ თავს ძლიოთ, საკუთარ შიშებს ძლიოთ და ეს მოგვიტანს ძალიან დიდ ბედნიერებას, ძალიან დიდ სიმსუბუქეს, თვითდაჯერებულობას. ეს იქნება ის გადამწყვეტი რაღაცა, რაც ჩვენს აი გარშემო მყოფ ადამიანებსაც მოუტანს ძალიან დიდ კომფორტს, ესე ვთქვათ, ჩვენთან დამოკიდებულებაში. მთავარია ჩვენ ამ ყველაფერს ვძლიოთ და ეს ნახეთ ისეთი რაღაცაა, როდესაც შეიძლება ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტა უხეშად და ცოტა ისე მიუდგეთ ყველაფერს, რომ თითქოს არა რაღაცა ისე არ იქნება, მაგრამ ნახეთ, მთავარი არის ჩვენი მე, რას გადავწყვეტთ. თუ გვინდა სულ ყოველთვის შიში ცხოვრება, უნდა მაშინ სულ უნდა შიში ვიცხოვროთ, მაგრამ თუ ამას გადავწყვეტთ, აი ნახეთ რა რისი თქმა უნდა ჩვენს მეს მომავლიდან, უნდა რომ ჩვენი თვითდაჯერებულობა ამაღლდეს. უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, უნდა ვიყოთ ყოველთვის მოტივირებული იმისთვის, რომ აი ვიცხოვროთ ბედნიერად. ეს უნდა ჩვენს მეს, ეს უნდა გვინდოდეს ჩვენს რეალურ დამოკიდებულებაში, ჩვენს თავთან. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და კიდე ამ და კიდე სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო გაშლებისთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი ტაროს დრო. დროებით.